ძალიან ლამაზ ადგილზე ტყის პირას იდგა სახლი. სახლი კომბლესი იყო. კომბლეს ყავდა ცხვრები, როგორც საკუთარ შვილებს ისე უვლიდა. ტყეში გაიყვანდა დილით, ეთამაშებოდა, ეფერებოდა, როცა თამაშით გულს იჯერებდა, კომბლეს სახლში ბრუნდებოდა და ცხვრებს საძოვარზე ტოვებდა. დღესაც ასე მოიქცა კომბლე. ცხვრები ბედნიერად ზოვდნენ, პეპლებთან თამაშობდნენ და დღეს ასე ატარებდნენ. უეცრად ამ თამაშში ორი ცხვარი ჩამორჩა ჯგუფს. გზაებნათ, ბევრი იარეს თუ ცოტა შემოხვდათ მელა. მელამ უთხრა ცხვრებს: ცხვრებო, ვისი ხართო? ცხვრებმა უპასუხეს: კომბლესიო. კომბლე რა კაცია? კომბლე ის კაცია, რომელიც კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ გვავნებს, თავში დასხებსო. კარგი კაცი ყოფილა კომბლეო, უთხრა მელამ და გაეცალა. გზა განაგრძეს პატარა ცხვრებმა და შემოხვდათ დათვი. ცხვრებო, ცხვრებო, ვისი ხართო? ვისი ვარ და კომბლესიო? კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლეს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ გვავნებს, თავში დასხებსო. კარგი კაცი ყოფილა კომბლეო, უთხრა დათვმა და გაბაჭბაჭდა. ცხვრებმა გზა განაგრძეს და შემოხვდათ მსუნაგი მგელი. მგელმა ჰკითხა: ცხვრებო, ცხვრებო, ვისი ხართო? ვისი ვარ და კომბლესიო? კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ გვავნებს, თავში დასხებსო. მე არ მაინტერესებს თქვენი კომბლეო, წამოდით ახლავე ჩემს ბუნაგში. წაიყვანა მგელმა ბუნაგში და თოკით დააბა. რომ მომშივდება, შევექცევიო. თვითონ კი ტყეში გაბრუნდა. მოსაღამოვდა. კომბლე თავის ცხვრებს ელოდებოდა. ცხვრებიც დაბრუნდნენ, მაგრამ ორი ცხვარი აკლდა. კომბლე შეშფოთდა, მაგრამ რადგან ბინდდებოდა, ვერ გააწყურა და დასაძინებლად წავიდა. მეორე დილით ადრე ადგა, დიდი კომბალი აიღო და გზას გაუდგა. შევიდა ტყეში და ეძახდა ცხვრებს, მაგრამ პასუხი არ საიდან იყო. გზად მელა შემოხვდა და გამოელაპარაკა: მელა, მელა, კუდა გრძელა, ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავსო? მელამ უპასუხა: ნახე, მაგრამ მათი პატრონის შესახებ რომ მოვისმინე, გავეცალე და ჩემი გზით წავედიო. კომბლემ დაუჯერა მელას და გზა განაგრძო. შემოხვდა დათვი, მასაც გამოელაპარაკა: დათვო, დათვო, ბაჯბაჯაო, ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავსო? დათვმაც სიმართლე უთხრა: ვნახე და ამ გზით წავიდნენ. კომბლემაც დაუჯერა დათვს და გზას დაადგა. შემოხვდა მგელი, მასაც გამოელაპარაკა კომბლე: მგელო, მგელო, ნაცარაო, ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავსო? მგელმა უთხრა: არა, არ მინახავსო. კომბლე ახლოს მივიდა და მგელს ცხვრის სუნი ჰქონდა. კომბლე მიხვდა რომ ატყუებდა, მოუღერა კომბალი და დასცხო და დასცხო. მგელი შეევედრა: ნუ ღარ მცემ და გაჩვენებ შენ ცხვრებსო. კომბლემაც შეიბრალა მგელი. მგელი წინ წავიდა, კომბლე უკან გაჰყვა. მგელმა თავის ბუნაგთან მიიყვანა. კომბლე შევიდა გამოქვაბულში და ბაწრით დაბული ცხვრები ნახა. მივიდა და ბაწარი შეხსნა. ცხვრებმაც გაიხარეს და კომბლემაც გაიხარა. ამის შემდეგ კომბლე და ორი ცხვარი ცეკვა-ცეკვით და სიცილ-ხარხარით დაბრუნდნენ სახლში. ჭირი იქა, ხინი აქა, ქატო იქა, ქვილი აქა.